Დიდთოვლობის გამო ზემო აჭარაში გათიშული ელექტროენერგიის აღსადგენად მუშაობა ამ დრომდე გრძელდება და როგორც დღეს კომპანია ენერგოპრო ჯორჯიაში განმარტეს 100 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი და 35 კილოვატიანი ხაზების უმრავლესობაც უკვე აღდგენილია. სამუშაოების სრულად დამთავრებას კი დაახლოებით 10 დღეში ვარაუდობენ. ამ დროისთვის ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება ხულოს ქედას და შუახევის რაიონებს. ბათუმში კი სადაც ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, დღეს კრიზისების მართვის დროებითი შტაბის პირველი სხდომა შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. შტაბის წევრებმა უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების გადაჭრის სამოქმედო გეგმა დასახეს. იქნა გრაფიკი, ამ გრაფიკის მიხედვით მოხდება გზების განწმინდვა, ამ სოფლებში გადაადგილება მოხდეს მარტივად. ამ დღების განმავლობაში შევეცდებით მაქსიმალურად მოაგვარდეს ყველა პრობლემა, რომელიც აჭარის რეგიონს შეექმნა ამ სტექის დროს. ჩვენ გვქონდა მომზადებული ქედაშუახევი ხულოს შესახებ ინფორმაცია და დღეს გვაქვს დავალება მიღებული, რომ დამატებით იქნას წარმოდგენილი ტექნიკის ასე ვთქვათ, საჭიროების შემთხვევაში, რომ დამატებით მობილიზებული იყოს სხვა რეგიონებიდან ტექნიკა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა სტიქიის შედეგებზე რეაგირებისთვის მზადაა. ენერგეტიკის მინისტრი კი აცხადებს, რომ საქართველოს ენერგეტიკას ასეთი დარტყმა არასდროს მიუღია. სისტემას ასეთი დიდი ზიანი არ ახსოვს, არ ყოფილა არასდროს ის, რომ აჭარას აქვს 3 ალტერნატიული ელექტროენერგიის მიწოდების წყარო, მაღალი ელექტროგადამცემი ხაზები მაქვს ხელოვნებაში და 3-ვე ხაზები იყო დაზიანებული რამოდენიმე ადგილზე გაწყვეტილი. პრობლემა სადაც რჩება დღესდღეობით არის მხოლოდ და მხოლოდ 3 სოფელი. ეს არის ქედა, შუახევი და ხულო, სადაც უბრალოდ დიდთოვლობის გამო, ადგილზე მიუსვლელობის გამო ვერ ხერხდება აღდგენითი სამუშაოების დაწყება, ჯგუფები მობილიზებულია, ტექნიკა მობილიზებულია. Საჭიროა სტიქიას, იცით ალბათ რომ მე გუშინ შევქმნი საგანგებო, ასე ვთქვათ, შტაბი, დროებითი კრიზისების მართვის შტაბი. მე მთავრობის წარმომადგენლები, კერძოდ მინისტრები და მინისტრის მოადგილეები გაუშვა აჭარაში, ადგილზე ეცნობიან ვითარებას და ადგილზე ახდენენ ოპერატიულ რეაგირებას. ზოგადად ვიცით რომ ცუდი ამინდებია, ქართულებული არის ასეთი თოვლი ყოფილა ხშირად, მაგრამ არის განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, მდენობის თოვლი მოსული, მაგრამ მთავრობა არის აბსოლუტურად მობილიზებული და სრულ მზადყოფნა გვაქვს რომ დროულად მოახდინოთ რეაგირება ნებისმიერ გამოწვევაზე. დიდი მადლობა. მთავრობის ქმედებებს უნიათოს უწოდებენ ნაციონალურ მოძრაობაში. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ენერგეტიკის სფეროში მთავრობის არაკვალიფიციური გადაწყვეტილებების გამო ახლა მომავალში ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მიწოდების კუთხით პრობლემები უამინდობის გარეშეც შეიქმნება. წლის დასაწყისში ეს მთავრობა თავს იწონებდა იმით, რომ გააიაფა ელექტროენერგია. იქიდან გამომდინარე, რომ მათ ვერ მონახეს სააკაშვილის ჯიბეში წასული ელექტროენერგიის შემოსავლიდან რამოდენიმე თეთრი ამ შემთხვევაში მიადგნენ, აიღეს და რეინვესტირების თანხები ამოიღეს ტარიფიდან და ეგონათ, რომ ყველაფერი წავიდოდა ძალიან კარგად ამის შემდეგ. ეს არის სისტემის ჩამოშლის ძალიან სწრაფი გზა. თუ ამ გზას გააგრძელებენ და იმ აწყობილ სისტემას მოანგრევენ, რომელიც იყო ელექტროენერგიის მიწოდების გამომუშავების გადაცემის და მიწოდების კუთხით, მალე აღმოჩნდებით იმ სიტუაციაში, როდესაც სტიქიის გარეშეც არ გვექნება ძალიან ბევრ ქალაქსა და სოფელში ელექტროენერგია. კრიზისების მართვის ჯგუფის შემადგენლობაში რეგიონული განვითარების, ენერგეტიკის, ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები შევლენ. როგორც ისინი აცხადებენ, ჯგუფი ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება და მასში შემავალ წევრებს ანაზღაურება არ ექნებათ. კრიზისების მართვის ცენტრის უმთავრესი დანიშნულება იქნება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის მეტი კოორდინაციის განხორციელება ისეთი ფორსმაჟორული სიტუაციების დროს, როგორც არის წყალდიდობა, როგორც არის დიდთოვლობა და სხვა არასასრუელი მოვლენები. ყველა ძირითადი სამინისტრო, რომელსაც კი შეხება აქვს ამ საკითხებთან, იქნება ჩართული ამ ცენტრის საქმიანობაში, მათ შორის ჩვენი სამინისტროს სტიქიების მართვასთან დაკავშირებულ კომპონენტში და ზიანის შემდგომ ინფრასტრუქტურის აღდგენასთან დაკავშირებულ კომპონენტში. უკვე ცნობილია, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნება კრიზისების მართვის ცენტრიც, რომელიც მუშაობას დეკემბრის ბოლოდან შეუდგება. ინიციატივის განხორციელებაში მთავრობას ამერიკელი, ბრიტანელი და ებრაელი პარტნიორები დაეხმარებიან.